აღარაფერი ჩანს, ისეთი როგორიც არის. და ყველაზე უბრალო განცხადებაც კი უფრო ღრმა ინტრიგას იწვევს, რომელსაც დღეს მოგვიწევს გავარჩიოთ. როგორც ალბათ გასაგებია, მე ვგულისხმობ ირანის შეთანხმებას, დაახლოებით 2026 წლის ივნისში. მე მეგონა ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, როცა მისი გამოცხადება გავიგე. დიახ, თითქოს აქ უკვე 67-ჯერ ყოფილვართ, მაგრამ ამჯერად მათ დამარწმუნეს, რომ ეს ნამდვილია. მესამე მხარეებიც ამას მიუთითებენ და პარასკევს ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება. როგორც არ უნდა იყოს, შეგვიძლია უბრალოდ შევხედოთ პირობებს და წინასწარ შევაფასოთ ომი და ის თუ სად დააყენებს ეს აშშ-ს პოლიტიკურ და სამხედრო პოზიციებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ისე მარტივად. ამ ვიდეოს მინიატურაზე ეწერა, რა არის ამ შეთანხმებაში. შეიძლება ეს კითხვა ისე წაიკითხეთ, თითქოს ამ ვიდეოში პასუხს მიიღებდით. მაგრამ არა, ეს მუდმივი კითხვა და სინამდვილეში ეს უფრო საინტერესო საკითხია. ამიტომ დღეს დროის უმეტეს ნაწილს უნდა დაუთმოთ ამ საკითხის გარშემო არსებულ დრამას, თან პარალელურად ვისაუბროთ იმაზე, როგორ დავიცვათ შეთანხმების პირობები, რასაც რუკებზე ხაზების დახატვაც მოხვება. Donald Trump-მა კვირადღის ბოლოს Truth Social-ზე გამოაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია, თუმცა დეტალები მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებასა და ASASH-ის ბლოკადის დასრულებას შეეხებოდა. დამატებითი დეტალები აღარ გავრცელებულა, რადგან ტრამპი იმ დროს თეთრი სახლის ეზოში გალიის ბრძოლებით იყო დაკავებული და შემდეგ მაშინვე გაემგზავრა G7-ის სამიტზე საფრანგეთში. ეჭვგარეშეა, რომ ირანის პოლიტიკა იქ განხილების მთავარ თემად იქცევა. დამატებითი დეტალებისთვის ცოტა უფრო ღრმად უნდა ჩაუღრმავდეთ. დაახლოებით 1 საათით ადრე, ვიდრე Donald Trump-ი პოსტს გამოაქვეყნებდა, ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც 14 პუნქტიანი გეგმა განიხილებოდა. ინგლისურენოვანმა მედია საშუალებებმა ეს აიტაცეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს ეს ირანის ვერსიაა შეთანხმების, რაც ალბათ სწორი ინტერპრეტაცია არ არის, თუ სიტყვასიტყვით არ მივიღებთ ამ სიტყვებს. ირანის ვერსია შეთანხმების და არა ის, რომ ირანი აღწერს, რა წერია შეთანხმებაში. ეს წააგავს ტიპურ პუბლიკაციას, როგორც ბოლო ვთქვათ 2 თვის განმავლობაში გამოქვეყნებულა. ბევრი საუბარია იმაზე, რა სურს ირანს, მაგრამ არსად არის ნათქვამი, რომ ეს არის ის რეალური შეთანხმება, რომელსაც მხარეები შეთანხმდნენ. და ეს იყო ზოგადი შეხსენება. როცა სოციალურ მედიაში ნახავთ ახალ ამბავს, სადაც წერია, რომ წყარო X ამბობს Z-ს, მაგრამ რეალურად არ არის ბული წყარო X-ზე, უმჯობესია თავად მოძებნოთ ორიგინალი სტატია და დარწმუნდეთ, რომ მართლა თქვეს Z. მე ეს ნაბიჯი უკვე გადავდგი თქვენთვის და როგორც უნდა იყოს, აქ არის მთავარი პუნქტები ირანული მედიის წყაროდან. პირველი პუნქტი. ირანს და ომანს აქვთ უფლება აიღონ გადასახადი, ციტატა, უსაფრთხოების, ნავიგაციისა და დაცვის სერვისების სანაცვლოდ სრუტეში და ეს, ციტატა, უცვლელი დარჩება ნებისმიერ მომავალ შეთანხმებაში. გაითვალისწინეთ, რომ ეს უკვე ეწინააღმდეგება ASASH-ის ვერსიას ამ შეთანხმების შესახებ, რაც გარკვეულ ეჭვებს უნდა იწვევდეს. მეორე პუნქტი. ომი შეწყდება ყველა ფრონტზე, მათ შორის ისრაელსა და ლიბანში და შეერთებული შტატები გარანტიას მისცემს, რომ ისრაელი შეასრულებს ამ პირობებს. ისრაელმა უკვე უარი თქვა ამაზე, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, თუ რამე ამ პირობებიდან ძალაში დარჩება. როგორც ალბათ უკვე შეამჩნიეთ იმის გამო, თუ როგორ შეცვალა ეს ASASH-ის პოლიტიკური გარემო, თეთრ სახლს აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომლითაც შეუძლია აიძულოს ისრაელი დაასრულოს ლიბანის ომი, განსაკუთრებით კი ASASH-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტა. არ არის ნათელი სურს თუ არა ეს ტრამპს, თუმცა ცნობები მიუთითებს, რომ ნეთანიაჰუმაც ნერვები მოუშალა. მესამე პუნქტი. ASASH-ის ბლოკადა უნდა დასრულდეს 30 დღის განმავლობაში. ურა, ბოლოს და ბოლოს, რაღაც თანმიმდევრულია ამ ორ პარტიას შორის. მეოთხე პუნქტი. შემოთავაზებულია 300 მილიარდი დოლარის განვითარების და რეკონსტრუქციის ფონდი. რაღაც მსგავსი შეიძლება მართლაც მოხდეს მომავალში, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს ფული სადმე სხვაგანიდან მოვიდეს, გარდა გაყინული ირანული აქტივებისა. ფაქტობრივად ეს ნიშნავს ირანული ფულის გათავისუფლებას, რომელიც ამჟამად სადღაც დასავლეთის ქვეყანაში ანგარიშზეა გაყინული. თუ ეს სიმართლეა, ირანი ამას აუცილებლად ახდენს როგორც რეპარაციების გადახდას. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, კონკრეტულად საიდან მოდის ეს ფული. ასევე, გაყინული აქტივების განთავისუფლების შესახებ საუბრისას, ირანის სახელმწიფო მედია ამბობს, რომ ირანი ამას პირველი ფაზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს და კვლავაც მზად არის მისი უზრუნველყოფისთვის. მინდა ხაზი გაუსვა ციტატიდან ამ ბოლო ნაწილს. კვლავაც მზად არის მისი უზრუნველყოფისთვის. ანუ, ეს არ არის შეთანხმება, რომელიც უკვე ძალაშია შესული. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომ კიდევ ერთხელ შესაბამისი ყურადღება მიაქციეთ ამას. მეხუთე პუნქტი. შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, რომ მოხსნის ირანის მიმართ ძირითად სანქციებს.
კარგი, ეს აშკარად აჩვენებს, რომ ირანის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების ვერსიას ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური რეალობის შეგრძნება არ გააჩნია. რაც კიდევ უფრო სკეპტიკურად მაკენებს ირანის შეთანხმების შეჯამების სიზუსტის მიმართ. და მგონია, რომ ეს უბრალოდ ირანელი პოლიტიკოსის მცდელობაა, რომელმაც შეძლო და მიიფქრო ყურადღება. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ირანი 2015 წელს ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის ფარგლებში წუხდა, იყო ის, რომ შეთანხმებამ მხოლოდ ობამას დროებითი სანქციების გამოცემა გამოიწვია. განსაკუთრებით გამონაკლისები მეორად სანქციებზე, რომლებიც ირანული პროდუქციის მყიდველებს ეხებოდა. ირანი ამტკიცებს, რომ ძირითადი სანქციები დასრულდება, რაც ნიშნავს სანქციებს უშუალოდ ირანზე. ასევე მიუთითებს, რომ სანქციები სრულად მოიხსნება და არა მხოლოდ დროებით, გამონაკლისის სახით. ეხლა შეიძლება გაიფიქროთ, როგორ შეიძლება სანქციები რეალურად დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში პასუხი მხოლოდ კონგრესის აქტით შეიძლება იყოს. შესაბამისად, შეიძლება გაინტერესებდეთ, რას ფიქრობს კონგრესი ამ საკითხზე. მიხარია, რომ ეს კითხვა დასვით. 2016 წლის დეკემბერში კონგრესმა ირანის სანქციების აქტი 10 წლით გაახანგრძლივა. პალატაში 419 ხმით 1-ის წინააღმდეგ და სენატში 99 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ობამამ ეს დოკუმენტი თავის მაგიდაზე 10 დღის განმავლობაში უმოქმედოდ დატოვა, რის შედეგადაც ის კანონად იქცა ისე, რომ კონგრესს დრო არ დაეკარგა პრეზიდენტის ვეტოს ოფიციალურად გადალახვაზე. ამ სანქციების საკითხს კიდევ ერთხელ გამიხილოთ ცოტა ხანში, მაგრამ ტრამპს არ შეუძლია დაპირება მისცეს იმაზე, რასაც ირანი ამბობს, რომ განხილვის საგანია. ეს ნიუანსია, რომელიც საზოგადოებრივ აზრს გამორჩება, რაც კიდევ ერთხელ მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ სტატია ირანის მცდელობაა გავლენა მოახდინოს საინფორმაციო სივრცეზე და არა ზუსტი ანგარიში იმისა, რაც მოლაპარაკებებში ხდება. მეექვსე პუნქტი. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შემდგომი მოლაპარაკებები მხოლოდ მაღალგამდამდიდებულ ურანზეა შეზღუდული. ან ყოველ შემთხვევაში ეს არის პირველი რამ, რასაც ის ამბობს. რამდენიმე აბზაცის შემდეგ ასევე ნათქვამია, რომ ირანი იღებს ვალდებულებას არ ააშენოს ბირთვული იარაღი. მაღალგამდიდებულ ურანზე კონტროლი უნდა ნიშნავდეს მეორესაც, მაგრამ ვფიქრობ, ეს აღსანიშნავია. განსარკვევია, რა უნდა გაკეთდეს ირანის 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგთან დაკავშირებით, რაზეც ირანული მედიის თქმით, გადაწყვეტილება მიიღება, ციტატა, თეირანის მიერ შემოთავაზებული ფორმულით. თუ ეს წინადადება თქვენთვის გაუგებარი იყო, ანუ საკითხი უნდა გადაწყვეტეს, მაგრამ თეირანი თავად წყვეტს, რა უნდა გააკეთოს, მაშინ მარტო არ ხართ. როგორც არ უნდა იყოს, ამ ყველაფრის მომავალი მოლაპარაკებების ჭრილში განხილვა ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა შევწყვიტოთ საუბარი ამაზე, როგორც შეთანხმებაზე და ამის ნაცვლად საუბარი გადავიტანოთ მომავალ მოლაპარაკებებზე. ეხლა თუ რაიმე მსგავსი ხდება, რასაც დონალდ ტრამპი ან ირანული მედია ამტკიცებს, ეს შეიძლება მართლაც იყოს ასლებული მდგომარეობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ნავთობის ბაზრებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები ნავთობის უფრო თავისუფალ მეთოდებას ძალიან დააფასებენ. მაგრამ ეს თითქმის არ არის შეთანხმება იმ გაგებით, როგორც ის რეკლამირებულია. Shimjio ირანულმა მედიამაც აღნიშნა, რომ წინა პუნქტში სანქციების შემსუბუქება დამოკიდებულია აქ შეთანხმების მიღწევაზე. ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ ამაში. მეშვიდე პუნქტი. შეერთებული შტატები 30 დღის განმავლობაში გაიყვანს ამერიკულ ძალებს ირანის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებიდან. ეს პუნქტი იმდენად ბუნდოვანია, რომ რეალური მნიშვნელობა არ აქვს. გაიყვანს თუ არა შეერთებული შტატები რეგიონიდან თავის საზღვაო ძალების ნაწილს. რა თქმა უნდა, ისინი იქ ომისთვის არიან მობილიზებული. როგორც კი კონფლიქტი ჩაცხრება, აღარ იქნება საჭირო, რომ ყველა იქ დარჩეს და ვფიქრობ, სახელმწიფო მდივანი ფიქრობს, რომ ამ დროს კუბა საკმაოდ სასიამოვნოა. მაგრამ შეერთებულ შტატებს რეგიონში აბსურდულად ბევრი სამხედრო ინფრასტრუქტურა და ბაზა აქვს. არანაირი შანსი არ არსებობს, რომ თეთრი სახლი იქ თავისი ძალის დემონსტრირების შესაძლებლობას დაშლის. ასე რომ, ვარაუდობ, რომ აშშ-ის ძალების ირანის გარშემო მდებარე ტერიტორიებიდან 30 დღეში გამოყვანა შეიძლება ტექნიკურად სწორია, მაგრამ ეს იმდენად ბუნდოვანია, რომ ირანს საშუალებას აძლევს ეს დიდი გამარჯვება წარმოაჩინოს, მაშინ როცა სინამდვილეში უბრალოდ ძველ მდგომარეობას უბრუნდებით. და ეს გაძლევს 7 ქულას. არ ვიცი, როგორ ობს ეს სავარაუდო 14 პუნქტიანი გეგმა ამ საკითხებს უფრო მეტ ნაწილად, ან არის თუ არა დამატებითი დებულებები, რომლებიც არ არის ნახსენები. თქვათ, ისინი, რომლებიც ირანისთვის ნაკლებად სასარგებლო იქნებოდა. მაგრამ თუ შევაჯამებთ ამ ეგრეთ წოდებული შეთანხმების ცნობილ პირობებს, არსებობს უამრავი მედიის განხილვა, რომელიც დიდი ალბათობით საბოლოოდ არაფერს გამოიწორს. ეხლა, არსებობდა თუ არა ამ პრობლემის გადაჭრის გზა? დიახ, თეთრ სახლს შეეძლო გამოექვეყნებინა თავისი ვერსიის 14 პუნქტის შეჯამება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო ზუსტი ასლი იმისა, რასაც პარასკევს მოაწერენ ხელს. მაგრამ გალიაში ბრძოლის თემამ ყურადღება გადაიტანა და შემდეგ საფრანგეთში მოსალოდნელი საბოლოო ბრძოლა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერს ვიღებთ და უბრალოდ აქ ვრჩებით, საკუთარ წვენში ვიხარშებით. მიუხედავად ამისა, არსებობს ზოგადი საკითხი, რომელიც მინდა აღვნიშნო ამ ორი მხარის შორის შეთანხმების აღსრულებადობასთან დაკავშირებით.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც მედიის ცალკე ნარატივი არსებობს იმის შესახებ, რომ საიდუმლოა როგორ მივახციოთ შეთანხმებას, რომელსაც ორივე მხარე ტექნიკურად შეასრულებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ირანის მხრიდან ეს არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დღეს ტრამპმა შეიძლება გადათვიტოს, რომ მას სხვა შეთანხმება სურს. აშშ-ის მხრიდან ეს არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დღეს თეირანი შეიძლება უბრალოდ ბირთვული იარაღის შექმნას დაიწყებს. ნება მომეცით, ამაზე რაც შეიძლება პირდაპირ გითხრათ. ეს არ არის საიდუმლო. ეს უკვე გადაწყვეტილი პრობლემაა. სამწუხაროა, რომ არსებული დისკურსი ამას სხვაგვარად აღიქვამს. შედეგად, უსასრულოდ კარგავთ დროს არასწორი საკითხების განხილვაში. ირანის მხრიდან გამოიცანით რა? რეგიონულ ან დიდ ძალებთან დაკავშირებული შეთანხმებები საერთაშორისო ურთიერთობებში გარედან არ აღსრულდება. ასე იყო ასობით წლის განმავლობაში და მაინც უმეტესობა შეთანხმებების მუშაობს. და მიზეზი ისაა, რომ შეთანხმებიდან გამოსვლა მხარეებს ომში აბრუნებს, ხოლო ომი ძვირადღირებულია. ასე რომ თუ გსურთ, რომ შეთანხმება თვითონვე აღსრულდეს, შექმენით ისეთი შეთანხმება, რომელიც შეესაბამება იმას, რასაც ორივე მხარე ომის შედეგად ელოდება. მაშინ ორივე მხარეს მოუნდება შეთანხმების დაცვა, რათა არ დაბრუნდნენ ბრძოლაში, რაც დაახლოებით იმავეს აძლევს მათ, მაგრამ ასევე დიდ ხარჯებს აკისრებს ორივე მხარეს. არი, ეს იყო თეორია. პრაქტიკაში ირანი ამას როგორ ახერხებს? სასწრაფო ამბებია, ეს ჰორმუზის სრუტეა. სრუტის დახურვის შესაძლებლობა ირანს ბერკეტს აძლევს. რა თქმა უნდა, ეს თეთრი სახლი, შემდეგი თეთრი სახლი, ან მის შემდეგი თეთრი სახლი შეიძლება შეთანხმებიდან უკან დაიხიოს. მაგრამ მაშინ სრუტე ისევ იკეტება და ისევ იქ ვბრუნდებით, სადაც ახლა ვართ. ეს არ არის კარგი შეერთებული შტატებისთვის. ეს ასევე არის მიზეზი, რატომაც მიუხედავად უამრავი საუბრისა საპირისპიროზე, ძნელია დაიჯერო, რომ რაიმე მდგრადი შეთანხმება გამოიწვევს იმას, რომ ირანი გააგრძელებს გემების გამოძალვას, რომლებიც ცდილობენ ჰორმუზის სრუტის გავლას. მე მესმის, რატომ სურს თეირანს ამის გაკეთება. აქ შესაძლოა დიდი ფული იყოს სასწორზე. მაგრამ ეს ასევე საშინლად არაეფექტური შედეგია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების აზრით ომზე უარესია. სხვაგვარად რომ თქვათ, ირანს როგორც ჩანს ორივე სურს და შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და მიიღოს სარგებელი. ეს შეუძლებელია. ან გახსენ ჰორმუზის სრუტე, ან გექნება შეთანხმება, რომელსაც ვერ განახორციელებ. შენი არჩევანია. ამერიკის მხარეს გამოიცანი რა. შეიარაღების პროგრამების შეჩერების მცდელობები მოითხოვს გარკვეულ დათმობებს იმ ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს მათი განვითარებას. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ ვცლად ვისაუბრეთ ჩეჩემს ლექციაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების შესავალ კურსს ეხებოდა. ამიტომ არ მინდა თეორიის განმეორება. მაგრამ ეს ძირითადი იდეაა. თუ არ გსურთ, რომ ვინმემ რაღაც გააკეთოს, მაშინ სასარგებლოა მისცეთ მას ის, რაც სურს, სანაცვლოდ. პრაქტიკაში აქ ეს დიდი ალბათობით სანქციების შემსუბუქებას ნიშნავს. და ეს თავის მხრივ კითხვებს აჩენს კონგრესის მზადყოფნასთან დაკავშირებით, რომ დაეთანხმოს ამას. ირანის სანქციების მოქმედი ვერსია წლის ბოლოს იწურება. ამიტომ ფართო სანქციების შემსუბუქება არ არის ისეთი მარტივი, როგორც საჭირო კანონმდებლების მიერ კიდევ ერთი გაგრძელების მხარდაჭერა. თუ ვფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპს თავისი შეთანხმების დაცვა მოუნდება და შესაბამისად ვეტოს დაადებს მის მაგიდაზე მოხვედრილ ნებისმიერ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, მაშინ მის გადასალახად წარმომადგენელთა პალატასა და სენატში კვალიფიციური უმრავლესობები დაგჭირდება. 419-დან 1-ის წინააღმდეგ და 99-დან 0-ის წინააღმდეგ ხმის მიცემის შედეგები 10 წლის წინ მიუთითებს, რომ ასეთი სუპერმრავლობები არსებობს. დემოკრატებს შეიძლება არ ქონდეთ სურვილი დონალდ ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერის, რადგან ირანი პრეზიდენტისთვის წამგებიანი პოლიტიკური საკითხია. რესპუბლიკელები ტრადიციულად უფრო მკაცრი პოზიციით გამოირჩევიან ირანის მიმართ. ამიტომ მათ შეიძლება პრეზიდენტის ხაზს სხვა მიზეზითაც გაემიჯნონ. მაგრამ დონალდ ტრამპს აქვს უნარი კონგრესის რესპუბლიკელები მისთვის სასურველი ფორმით ხმის მიცემაზე დაიყოლიოს, ასე რომ ვინ იცის. ეს ყველაფერი ჩემთვის უცნაურ სამყაროში ცხოვრებას გავს, სადაც ყველაფერი თავდაყირად ადგა. და ეხლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დონალდ ტრამპი ირანს სანქციების შემსუბუქებას თავაზობს, მაშინ როცა ობამას ამის გაკეთებისთვის ასე მწვავედ აკრიტიკებდა. მაგრამ ერთადერთი ძალისმიერი ალტერნატივა აქ არის უფრო დიდი სამხედრო მოქმედების დამოკრება, რაც, როგორც ჩანს, სწორედ ისაა, რისი თავიდან აცილებაც მას სურს. მოგესალმებით ჩვენი სულ უფრო რთული და ომში ჩართული სამყაროს შემდეგ ფაზაში. ეხლა მე არ ვფიქრობ, რომ ეფექტური აღსრულების მექანიზმების შექმნა რომელიმე მხარისთვის ამ შეთანხმებაში საიდუმლოა. როდესაც რომელიმე მხარისგან აღსრულების მექანიზმებზე წუწუნს ვისმენ, ამიტომაც სიტყვით არ აღვიქვამთ. რაც მე ამის ნაცვლად მესმის არის ის, რომ ჩვენ ამ შეთანხმებიდან მეც ველით და გვინდა რომ იფიქრო თითქოს აღსრულების მექანიზმებზე ვდარდობთ, რათა შენ უკეთესი პირობები შემოგთავაზო. ეს საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისულ მოლაპარაკებებში სრულიად საბაზისო რიტორიკული სიგნალია და ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით, თუ უბრალოდ ყურადღებას არ მივაქცევთ ამას. მაგრამ ვფიქრობ, მოგვიწევს შემდეგი 60 დღე დაველოდოთ, რომ ნახოთ, არსებობს თუ არა ხიდი, რომელიც მათ შორის არსებულ უფსკრულს გადალახავს. მაშ რა არის ჩვენი დღევანდელი ძირითადი დასკვნები?
ტრამპი ამტკიცებს, რომ გვაქვს ირანთან შეთანხმება, რომელიც როგორც ჩანს, არაფერია მეტი თუ არა არსებული ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება ჰორმუზის სრუტეზე ზოგიერთი ან ყველა შეზღუდვის შემსუბუქებით. ჩვენ ჯერ არ ვიცით შეთანხმების ზუსტი დეტალები და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც ნახავთ ანალიზს იმაზე, რაც თითქოს ირანის გაჟონილი ვერსიაა ამ შეთანხმების. საბოლოოდ აღსრულებადი ხელშეკრულებების შედგენა ისეთი რთული არ არის, როგორც მხარეები წარმოაჩენენ. მაგრამ მათი ორივეს თანხმობა იმაზე, რომ განხილვაში მყოფი შეთანხმებას ჯობს გაგრძელებულ კონფლიქტს, შეიძლება მარტივი არ იყოს. ამასობაში თქვენი შემდეგი არჩევანი შეიძლება მარტივი იყოს. ეს არის ის შესავალი ლექცია შეიარაღების კონტროლზე, რომელიც ადრე ვახსენე. დააწკაპუნეთ აქ, რომ ნახოთ. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და ხვალ ისევ გნახავთ. იყავით კარგად.